MMA-ში უამრავი გასაოცარი პერფორმანსი გვაქვს ნანახი. UFC-ის დივიზიებში კი მრავლად მოიძებნება ისეთი მებრძოლები, რომლებსაც საინტერესო და რთული რეკორდები აქვთ დამყარებული. მათ შორის ქართველსაც. ამ ვიდეოში მოგიყვებით იმ რეკორდებზე, რომლის განმეორებაც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გაუჭირდებათ. ამ ვიდეოს წერ შაბათს, ხო და დღეს ღამე არა და ხვალ გამთენიისას რომან დოლიძის ბრძოლაა. ხო და აი ესეთ ბრძოლებს, რაც საერთოდ მოვუყუროთ, ამიერიდან თავფარავნელის მეგობარი ბრენდი იქნება გროკო. წარმატებები რომანს, ჩვენ კი დავიწყოთ. UFC სატიტულო ბრძოლაში სწრაფი ნოკაუტი მართლა ძალიან რთულია. მაგრამ რამდენიმე წამში მოწინააღმდეგე საიძულო რომ დანებდეს, ეგ კიდევ უფრო რთული. ეგ შეიძლება კაცებისთვის იყოს რთული. რონდა როუზი კი სულ სხვა შემთხვევაა. როუზი იმ დროისთვის მსოფლიოს დომინანტი ჩემპიონი იყო. მისი მთავარი იარაღი კი ლეგენდარული არმბარი იყო. როდესაც კატ ზინგანომ პირველივე წამებიდან კლინჩი შესვლა მოინდომა, მისი ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო. არავის ეგონა რომ რონდა ასე სწრაფად შეძლებდა, გადავიდოდა არმბარზე და 14 წამში ზინგანოს დანებება მოუწევდა. მიხვდებოდით და როუზი დღემდე რჩება მებრძოლად, რომლის წინააღმდეგაც სატიტულო ბრძოლაში მებრძოლი ყველაზე სწრაფად დანებდა. გგონიათ რეკორდებს მარტო მებრძოლები და მათი პერფორმანსები ხსნის? არა. ერთ-ერთი ყველაზე უცნაური რეკორდი ეკუთვნის ხაბიბისა და ტონი ფერგიუსონის არ შემდგარ ბრძოლას, რომელიც UFC-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ბრძოლა იყო. Like fighter, he's very good fighter, but why people don't like him? Because he's stupid guy. You know, that's why nobody understand him. მაგრამ დაავადებებმა, ტრამვებმა, წონის ვერ ჩაბარებამ, პანდემიამ და 1000-მა ჯანდაბამ ეს შეხვედრა 5ჯერ ჩაშალა. ეს კი ალბათ ის რეკორდია, რომლის მოხსნას UFC აღარასოდეს ეცდება. დარტყმების მეფე, მაქს ჰოლოვეის სტატისტიკა იმდენად აბსურდულია, რომ მის ფონზე ჯასტინ გეიჯი ერთი ჩვეულებრივი ფიგურაა. ხოლო 33 წლის ასაკში მას უკვე 3457 მნიშვნელოვანი დარტყმა აქვს მიყენებული UFC-ში. მე კი ცოტა გამიკვირდა ის ფაქტი, რომ მეორე ადგილს შონ სტრიკლენდი იკავებს. მაქსი მხოლოდ ამით არ არის გამორჩეული. მისი ყვა ორგანიზაციაში ერთ-ერთი ყველაზე მყარი და მტკიცეა. ყოველ შემთხვევაში აქამდე იყო. კარგია ილია, კარგია, თუნდაც არის. ბაბა! და ფინიში! ბრავო! ეს არის ილია. ჰავალი მებრძოლს ჯამში მისი კარიერის განმავლობაში დაახლოებით 2300-მდე მნიშვნელოვანი დარტყმა აქვს მოხვედრილი სახეში. თუმცა როგორც ცოტა ხნის წინ ნახეთ, მხოლოდ ერთი აღმოჩნდა ის საბედის წერო, რომელმაც გათიშა. გაეთიშა შუქები. სოჩი კი ჩამოუვარდა. ხო, აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რაღაც მხრივ ილია თოფურიეც რეკორდსმენია. კაცი, რომელსაც ისეთ მებრძოლებთან აქვს ნაჩხუბი, როგორც კონორ მაკრეგორი, დასტინ პორიე, ჯასტინ გეიჯი და კიდევ 1000 ვარსკვლავი არიან, მხოლოდ ქართველის მოქნეული ხელით გაითიშა. რაც რა თქმა უნდა აღსანიშნავი ფაქტია. ხო, მაქს ჰოლოვეიზი არ დამისრულებია. მან კიდევ ერთი ძალიან მაგარი და სანახაობრივი რეკორდი დაამყარა UFC 300-ზე, ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ. დომინანტური 5 რაუნდის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მაქს სახში გამარჯვება და ქამარი წყნარად მიჰქონდა, გეიჯი ოქტაგონის ცენტრში გაცვლებისთვის გამოიწვია. დაიჯახნენ და ჰოლოვეიმ ოპონენტი ზუსტად ბრძოლის ბოლო წამს 4:59-ზე დაანოკაუტა. ასეთი რამ არავის არ გაუკეთებია. არა გატყუებთ, დემეტრიუს ჯონსონს აქვს გაკეთებული. ხო და ამაზე ახლოს 0 წუთსა და 0-0 წამზე. ლეონ ედვარდს აქვს მოპოვებული გამარჯვება პიტერ სობოტასთან. ოღონდ ის ტექნიკური ნოკაუტი იყო. ასეთ შემთხვევასთან ასევე ყველაზე ახლოს იაირ როდრიგეზისა და კორეელი ზომის ბრძოლაა. სადაც როდრიგეზმა ბრძოლის დასრულებამდე 2-3 წამით ადრე იდაყმი მოარტყა ოპონენტს და ბრძოლას, რომელსაც ქულებით აგებდა, მოიგო. ზოგიერთი მებრძოლი ასაკის მატებასთან ერთად ბევრად უკეთესი ხდება. რენდი კოტური კი ამის საუკეთესო მაგალითია. კოტური იყო ერთ-ერთი პირველი მებრძოლი, რომელმაც 2 ქამარი მოიგო UFC-ის სხვადასხვა დივიზიაში, ქვემძიმეში და მძიმეში, ერთდროულად. მაგრამ ამ სიაში მხოლოდ ამის გამო არ არის. მიუხედავად იმისა, რომ მან MMA-ის კარიერა 34 წლის ასაკში დაიწყო, UFC-ის 5 ჩემპიონობა მოიპოვა და ბოლოს 45 წლის ასაკში ორგანიზაციის მძიმე წონის ჩემპიონი გახდა. შესაბამისად იგი ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული ჩემპიონია. 2019 წლის 6 ივლისს UFC 229-ზე მასვიდალი ნამდვილი BMF-ი დაუპირისპირდა ბენ ასკერს, რომელიც ძალიან გამოსტილი მოჭიდავე გახლდათ. მასვიდალი ბრძოლის დაწყებამდე ხალხს შეპირდა და განაცხადა, რომ ბრძოლის დასაწყისშივე მიაწვებოდა მეტოქეს და ეცდებოდა, რომ გაეთიშა. როგორც ჩანს, მისი მსგავსი ხალხი სიტყვას პირნათლად ასრულებს. ბრძოლის დაწყებიდან ზუსტად 5 წამში აი ეს მოხდა. მუხლი ბენს პირდაპირ სახეში მოხვდა და ამ ქვეყნიურ ცხოვრებას მოწყდა. ხორხე დღემდე რჩება ადამიანად, რომელიც ყველაზე სწრაფი ნოკაუტის ავტორია ორგანიზაციაში. უმეტესობა მებრძოლს საკმაოდ დიდი ხანი სჭირდება იმისთვის, რომ კამერამდე მივიდეს. ამაში ზოგადად დროს და ამავდროულად ასაკს გულისხმობ. თუმცა ჯონსი სრულიად სხვა შემთხვევაა. მან კამარი 23 წლის ასაკში მოიგო, რაც სრული სიგიჟეა.
სიგიჟებს რაც შეეხება აქ არ მთავრდება. ჯამში 16 სატიტულო ბრძოლა აქვს მოგებული. ხო, ჩვეულებრივი არა, სატიტულო. ეს რიცხვი კი იმაზე მეტია, ვიდრე სხვა ამჟამინდელი ჩემპიონების სატიტულო ბრძოლები ერთად აღებული. ვინმეს თუ გაინტერესებთ როგორ დავამყაროთ რეკორდები ხალხის მოხრჩობაში, მაშინ ჩარლზ ოლივიერას დაურეკეთ. ბრაზილიელ მებრძოლს კარიერის განმავლობაში იმდენი რეკორდი აქვს დამყარებული, რომ ჩამოსათვლელად ერთი ვიდეო არ მეყოფა. იგი გახლავთ კაცი, რომელსაც ყველაზე მეტი 16 გამარჯვება აქვს საბმიშენით მოპოვებული. მხოლოდ ეს არა, იგი არის ნომერ პირველი ფინიშით მოპოვებული გამარჯვებების რაოდენობაში. ანუ საბმიშენებით და ნოკაუტებით ერთად. ჯამში 20 მოგება, რაც რეკორდია. To be man first, okay? This belt, the money, everything else, okay? You have to be the man first. რეკორდებზე თუ მიდგება საქმე, როგორ შეიძლება რომ მოსიარულე რეკორდზე და თვით მანქანაზე მირაბ დვალიშვილიზე არ ვისაუბროთ. იგი არის კაცი, რომელსაც ორგანიზაციის ისტორიაში ყველაზე მეტი ტეიქდაუნი აქვს შესრულებული, 92. ეს რეკორდი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში სემ პიერს ეკუთვნოდა. თუმცა ქართველმა ცოტა ხნის წინ დაღესტნელი უმარ ნორმაგომედოვის წინააღმდეგ ბრძოლაში ამაჩვენებელს გადაასწრო. ეგ არის სემ პიერის რეკორდი მოიხსნა და ამ რეკორდს ძალიან დიდი ხანი ვერავინ ვერ მოსდის 91 ტეიქდაუნი. მას მის წონაში ყველაზე დიდი 12 ბრძოლიანი წაუგებელი სერია აქვს. და ყველაზე მაგარი რეკორდი, რომელსაც ჩემი აზრით საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მართლა ვერავინ ვერ მოხსნის, თუ მისნაირი კარდიო არ ქონდა. ყველაზე მეტი ტეიქდაუნის მცდელობა აქვს ერთ ბრძოლაში 49 ტეიქდაუნის მცდელობა. ეს ყოველივე პიოტრიანთან ბრძოლისას მოხდა. და იანის სახეს თუ შეხედავთ, მიხვდებით რომ ეს რიცხვი ნამდვილად რეალურია. MMA-ში მართლა ძალიან მაგარი თაობა მოდის. ჩამოთვლილი რეკორდები კი ადრე თუ გვიან მაინც მოიხსნება. მაგრამ დვალიშვილის 92 ტეიქდაუნი, რომელიც შეიძლება მალე 100 და კიდევ უფრო მეტი გახდეს, ჩემთვის პირადად წარმოუდგენელია რომ ვინმე მოხსნას. კიდევ ერთხელ თუ მისნაირი კარდიო არ ექნება. დღეისთვის კი სულ ეს იყო. თუ მოგიწონთ ჩემი კონტენტი, გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ვიდეო, ჩვენ კი შევხვდებით მომავალ ეპიზოდში.